ჩვენ შევეცადეთ ოფიციალურად გუშინაც მივმართეთ და დღესაც მივმართეთ რომ დავსწრებოდით აღნიშნულ შეხვედრას და არ მიგვეცა მიხეილ სააკაშვილის მხოლოდ დემაგოგიით დაკავებულიყო და დაგვესვა ის მწვავე შეკითხვები რაც წლების მანძილზე დაგვიგროვდა იმ ადამიანებს ვინც ყოფილი პოლიტპატიმარია წლების მანძილზე იღებდა საპროტესტო აქციებში მონაწილეობას და თვლის თავს რომ რეპრესირებულია მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ მაგრამ როგორც ყოველთვის არ მოხდა ჩვენი დაშვება შეხვედრაზე პრეზიდენტმა გვიწოდა ჩეგევარები და გთხოვა რომ დარბაზს დაგვეტოვებინა. ჩვენ ასეც მოვიქეთ. ცოტა არადეკვატურია რაღაცა ნორმალურობასთან არაა მდგომარეობა, როცა ამბობს რომ ჩემი მეგობარი პროქტოლოგი თავის ცოლს დაძდევდა, მოდით ვცადოთ, ეხლა მართლა შეგეტევა თუ არა, ისა ცოცხი და ნუ არაო და ესე იგი ისიც არ იქნებოდა ნამდვილიო. და იმას ამბობს რომ მისი თავარი დანაშაული და ტყივილი ის არის რომ ვერ ნახა სიცოცხლეში სანორ გიგულიანის დედა და ნუ ეს არის ძალიან შეურაცხყოფელი რა ჩემი აზრით. მერე იყო ჩვენი მოხსენიება რაღაცა ნუ გვერდულად ირიბად არაკორექტულად როცა ჩვენ გვიწოვათ ჩეგევარას ტიპის ადამიანები ჩეგევარას კიდე უწოდა პირსისხლიანი ნაბიჯვარი. შეეული რიტორიკით საუბრობდათ რაც ძალიან სამწუხაროა ჩემთვის და ბოლოს რაც ყველაზე ამორალური იყო შემდეგ რის შემდეგაც მე შეხვედრა დავტოვე გახდათ ის რომ მან ის ადამიანები ჩემი მეგობრები ასობით ადამიანი რომელიც უკანონოდ შეიწირა მისმა რეჟიმმა კვლავ დანაშაულება და კვლევებად მოიხსენია თურმე ვაზაგაშვილი ციხის მაყურებელი იყო აფრასიძეების რაღაც საშინელ დანაშაულებებს ჩადიოდნენ ამის მერე უბრალოდ მე მორალური უფლება არ მქონდა რომ დარბაზში დავრჩენილიყავი და დავტოვე შეხვედრა. იყო სამწუხაროდ ეს რაღაცა 10 კაცი 15 კაცი შეიძლება რომელიც შემოსული იყო თავიდანვე იმ მიზნით რომ მე გამოსულიყვნენ ცოტათი უფრო ადრე იმიტომ რომ ადრე არ გამოვიდნენ თვითონაც აინტერესებდათ როგორც ჩანს და ეს რაღაც განცხადებები გაეკეთებინათ ასეთი რაღაცა იყო ამაზე ჩვენ წუხვარ ცხადია მაგრამ ეს მათი უფლებაა ხო ან ამაში ხა არანაირი პრობლემა არ არის მაგრამ ეხლა ცდელობა იმისა დახატო ეს შეხვედრა როგორც წარუმატებელი არის უბრალოდ შეუძლებელი იმიტომ რამდენიმე ასეული სტუდენტი ამ უნივერსიტეტსა ესწრებოდა შეხვედრას ეს იყო ძალიან თბილი შეხვედრა მინდა გითხრათ იყო ძალიან პროფესიონალური სტუდენტების მხრიდან კითხვები